ძალიან ხშირად გხედავთ ბატონი ვანო მერაბიშვილის პროცესებზე და ყოველთვის დადებითად ხართ ხოლმე მის მიმართ განწყობილი. მიზეზები რატომ თქვით, რომ ვანო მერაბიშვილი ძალიან კარგი ფიგურა იყო და რისგან არის გამოწვეული ის, რომ აი თქვენ ესე მხარდამჭერი ხართ მისი? რა არის ბატონო? 83 წლის კაცი ვარ და ბევრი რამე მომსწრება რა ქვეყანას. ესე ბევრი თავრობა შევიცვალე, ბევრი რამეს, მაგრამ როცა შევარნაძის პერიოდი შევარნაძის სახელმწიფო გადატრიალდა კესვის და საბჭოთა კავშირი, შეისწავლა ჩვენი საქართველო ჩავარდა უსკულში. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ჩავარნილი. გაზი ჩვენ არ მქონდა, წყალი ჩვენ არ მქონდა, უსინათლობა იყო. იყო ესე იგი შეიქმნა ბანდიტური დაჯგუფებები. ატიოკეთებ ხალხს, აუთებდნენ ხალხს. მე უთოროი დენილო არ იყო, იმას ცელოფანას უკიდებდნენ და მუცელზე ატვეთებდნენ და ისიაწამებდნენ ხალხს. ბავშვებს იპარავდნენ. მერაბიშვილი გაშდა ერთ-ერთი კაცი, რომელმაც ეს ბანდიტობა, ეს გარკვეულობა მოსპო კესვის და დღეს კესვის ჩვენიერი გადაარჩინა კესვის იმას კესვის ასეთი უბედურობას, ასეთი იმას და სააკაშვილმა და მაგა გაარწყინა ქვეყანა კესვის უყურებე ჭამოვიდან ამოვიდნენ. ჭამევიდა ხალხმა იგზნო კესვის სიკეთე, კარგი, კეცე გაზის მოვიდა, დელი მოვიდა, ყველაფერი აშენდა, გზები გაკეთდა, რაიონამ დაამზადა, ხო და ქალაქი დაამზადა, ეს ბანდიტური, ეს კორუფცია მოსპო. დღეს ციხეშია იგი და ბესელია და კაკაბაძის კანი და დასეირნობს თბილისის ქუჩებში გესმის და ესეც კებინან ქართული მიწას, რომელიც გესმის გესმის რომელიც ჩვენ ერთს გესმის უკადეს იმას გესმის შეიქმნა ბანდიტობაც არის, ყველაფერი არის, ესე იგი დაიწყო უკვე. ავტობუსში როშებეთი მარშრუტი ყველა ჩამიყო ჯიბეში ხელი. მე რა იმაკეთ მოხუცებული კაცი ვქონდა და პასპორტი მქონდა და მომყარე. და 10 ლარი მქონდა ჯიბეში. ამომიღე ჯიბეში და გუბიბას გავეკიდე, მე მუთხარი. პოლიციელი გადაი პასპორტი ადამიანენ. ახლა მოხდა სულიერ ეგ ორთვის უკან. და მე მინდა რომ ამ თავიანობა და ამ ჩვენი მას რომ ქართველი ერმა ყველა დავდგეთ ფეხზე. ქართველებმა ყველა ფეხზე ავდგეთ კესმის და ეს ვინც მაგი ესე იგი ვინც დაიჭირა ის ხალხი ჩამოაცილოთ ამ და ეს გავწმიდოთ ეს საქართველოს ამ ბანდები და მამნი ელემენტები და გეისმიდოს ეგ სამუდამოდ მოსყო და გამოვიდეს ვანო მერაბიშვილი, რომელიც გეცეს ქართველი ეს უტანდა გეცეს სიკეთეს და ბედნიერობას. თქვენ თქვით, რომ გეშინიათ, რომ შეიძლება მოგადგეს პოლიცია. რა გაძლევთ ამის? მე ბაბუა პერსემი 83 წლის კაცი ვარ, გესმის და სტალინმა გესმის, სტალინმა გამოცა პრიგაზი ესე იგი გამოცა და 4 წლის რო ვიყავ, მე 4 წლის რო ვიყავ, მაშინ დამიჭირა მამა და დამიხრიდა. სტალინის პერიოდში გესმის, კომუნისტური პარტიის ვარ. დამეჭირა გესმის და ესე იგი მე და შეერდებოდი ერთი ჭადით რო გამძღარიყავ მე ჭადით რო გამძღარიყავ იმას ფიქრობდი და ღმერთმა მაჭამა და მე მოკლას ღმერთმა ისეთ გაჭირებაში გევიზარდე გესმის და ახლა მეშინია გესი ახალი თავრობა ოცნების თავრობა რომელიც მევიდა შეიძლება ქედამაკეთა და ვეუბნები ახალი თავრობა გონს მევიდეს მაგენი გესა მერაბიშვილი გამოუჩვენ თორა იმი ხელა საქმე მოხდება აკანე გესა თელი საქართველო ფეხზე დადგება ამას გესა ფეხებს სუყარა თავებს გარაპარცავა მაგას დიდი მადლობა